ზუსტად 20 საათზე ტელეკომპანია ირა საინფორმაციო გამოშვებას იწყებს კვირის ამებს იაგოლიაძე გაგაცნობთ საღამო მშვიდობის. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია მომავალი წლის ბიუჯეტის საკრებულოს ბათუმის მერმა წარუდგინა. ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. საათნახევრის განმავლობაში ქალაქის მერი საკრებულოში სამომავლო პროგრამებსა და ბიუჯეტზე საუბრობდა. 2015 წლის ბიუჯეტი 113 მილიონ 642,000 ლარს შეადგენს, რომელიც ძირითადად ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის პროგრამებზეა გადანაწილებული. წარმოდგენილი პროექტით 60 მილიონ 465,000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროგრამებზეა გადანაწილებული, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ამოქმედება იგეგმება. პროექტი მოიცავს საკანალიზაციო სისტემის სრულ რეაბილიტაციას, თამარის, ვარცხანის, ბონიგოროდოკის და ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში, ასევე ახალი წყლის სისტემის მოწყობას მწვანე კონცხის, ჩაქვის, ჩაისუბრისა და აგისის ტერიტორიებზე. მომავალი წლის ბიუჯეტში განათლებისათვის 10 მილიონ 320,000 ლარი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისათვის 8 მილიონ 451,000 ლარია გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტი 5 საათიანი მსჯელობისა და განხილვის შემდეგ 16 ხმით 8 წინააღმდეგ დაამტკიცეს. ბიუჯეტის პროექტისათვის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებს მხარი არ დაუჭერიათ. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში, რომელიც ქალაქის მერმა წარმოადგინა, ვერანაირი სიახლე ვერ დაინახა. ბიუჯეტი ისეთივე იყო, როგორც 2013 წელს. ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა ბიუჯეტის დამტკიცებას ასევე არ დაუჭირეს მხარი. ფრაქცია ახალმა ოპოზიციამ მოცემულ საკითხს არ დაუჭირა მხარი. გიორგი ცინცქილაძის განცხადებით, უმთავრესი პრობლემა, რაც კვლავ რჩება, ეს არის მერის სამსახურებსა და საკრებულოს წევრებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა. იყო საუბრები ის ჩავარდნილი პროექტები, რომლებიც 2015 წლისათვის იყო, მაგრამ შტაბ-ჩრდილობა მრჩება და ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები, როგორც 2014 წლიდან 2015 წელში გადავიდა, დადგება 2016 წელი, შემოვა ბიუჯეტის პროექტი და ეს იგივე პრობლემები დარჩება. ის შენიშვნები თუ დააკვირდით, სიახლეები კომპეტენცია გააჩნია მერიას თავისი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, მთავრობისგან განსხვავებით, იმ კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მერია და ანხორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც თვლის მიზანს შეწუნლად თავის კომპეტენციის ფარგლებში. შენიშვნა მე თვითონ გამოვთქვი და მე ვთქვი, რომ კომპეტენცია თვითონ იმ კომისიისა, რომელიც იქნება განსაზღვრული და რომელიც იმუშავებს ამ პროექტის ფარგლებში, ვთქვათ, თუ ვის შეიძლება მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ სახში, იქნება მეთქი კიდევ ერთხელ. ეს განსაზღვრელი კრიტერიუმი არ არის. კრიტერიუმი არის იმისათვის, აშენებულ ან მიმდინარე პროექტში ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა და ჩემით თქვი, რატომ ხდებოდა ეს. 1,200,000 ლარის მოძრავი ქონება და ინვენტარი, ასევე 3 მილიონის შენობა ნაგებობები ბათუმის მერიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. დეტალები სიუჟეტში. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც გულისხმობდა ბათუმის მერის სახანძრო და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უზურპრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემას.
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს. კობაჩხეიძის განცხადებით საკითხად რჩება თუ რამდენად უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტექნიკური აღჭურვილობით, რაც აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვისათვის. საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა აჭყვის საჯარო სკოლაზე იმ საჭერის მთავრობის თავმჯდომარე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში დაესწრნენ. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის საახალწლო ზეიმი გამართეს. ახალი ორსართულიანი სკოლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. მოიწყო სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა თანამედროვე გადმობის სისტემა და შენობა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შესრულდა სკოლის ფასადის და ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. აჭყვის საჯარო სკოლაში 66 მოსწავლე სწავლობს და 19 პედაგოგია დასაქმებული. სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი სკოლების მშენებლობა იქნება თუ რეაბილიტაცია, რემონტი, გვაქვს პრინციპი წარმატებულ სკოლებს პირველ რიგში ვცდილობთ რომ წავახალისოთ და мотиваცია მივცეთ იმ კუთხით რომ შენობა გაურემონტოთ ან ახალი ავაშენოთ. ასეთია სალიბაურის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც პრობლემა იყო უფრო სხვა. ამ სკოლის შემთხვევაში იყო უფრო სოციალური მხარე, იმიტომ რომ 250 კომლიან თემში ზოგადად 66 მოსწავლე სწავლობს, დღესაც ესე არის და დიდი ნაწილი მოსწავლეებისა მშობლებს დაყავს სხვა სკოლებში, ან ჩაქვში, ან ქალაქში, ან სხვაგან, ვისაც საშუალება აქვს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, არ იყო პირობები შესაბამისად, გადავწყვიტეთ აგვეშენებია სტანდარტული შესაბამის სტანდარტების სკოლა, სადაც მოხდებოდა ამ კონტინგენტის მოზიდვა. დღევანდელი დღე არის ძალიან სასახელო დღე, ზედააჭყვის საშუალო სკოლის გახსნის ცერემონიალი არის. ღირებულება აი ამ სარემონტო არა მშენებლობის, იმიტომ რომ სკოლა ნულიდან აშენდა. შეადგენდა თავის დროზე 440,000 დაახლოებით, მაგრამ მაგას ეკონომია იყო და საბოლოო ჯამში 416,000 თანხა დაჯდა ეგ სკოლა. დამატებით სკოლის მშენებლობას მოყვა სასკოლო ინვენტარი, ეს არის ტრადიციული ფორმა და ჩამონათვალე ამისა, რომელიც ასევე საკუთარ 15,000 ლარამდე დაჯდა, ასე რომ დღეს სკოლა, რომელიც უნდა მოემსახუროს რეალურად 200 მოსწავლეს, მაგრამ სამწუხაროდ რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სკოლა შეუძლია აიტანოს, მზად არის სასწავლო პროცესისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ის პაციენტი მოინახულეს, რომელსაც საქართველოში პირველად ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი 20 საათიანი ოპერაცია ინდოეთის წამყვანი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გააკეთეს. დღეს ვისაუბრეთ ექიმებთან ერთად და მენეჯმენტთან თუ რა პროგრამების ნაწილში თუ როგორ შეიძლება ჩაესვას ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში და ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დახმარება პაციენტისათვის, იმან მართლა გარისკა და მე ვფიქრობ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება 15,000 ლარით. დონორი ახლა იმყოფება ბინაზე, თავს კარგად გრძნობს, ყოველდღე გვეხმიანება. გუშინ ის გასული იყო ქალაქში სასეინო თავის მეგობრებთან ერთად და ცხოვრობს აბსოლუტურად ნორმალური ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების წესით. რაც შეეხება რეციპიენტს, მის მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ამ ოპერაციის მოცულობას და იმ ვადებს, რაც არის გასული. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ ახალი წელს ის შეხვდეს საკუთარ ოჯახში. ეს არ არის ერთჯერადი ოპერაცია. ამ წუთას ჩვენი მოცდის სიაში იმყოფება 20 პაციენტი, რომლებიც მზადდებიან ოპერაციისთვის. მორიგი ოპერაციას ვგეგმავთ თებერვლის პირველ რიცხვებში. მზადდება 3 პაციენტი და დონორი, მაგრამ გაკეთდება 2. აი ამ 3-დან 3 მზადყოფნა მოგცემს საშუალებას, რომ 2 ოპერაცია განვახორციელოთ თებერვლის დასაწყისში. შემდგომ უკვე გვეგმავთ, რომ თვეში ერთხელ ეს
ჩვეული მოვლენად გადაიქცეს. ამ ეტაპისათვის ტრანსპლანტაცია ფინანსირდება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით და ისიც ვალისწინებთ თირკმლის გადანერგვას. ღვთისთან დაკავშირებით ეს საკითხი ამ ეტაპამდე განხილული არ ყოფილა, მაგრამ თუ ეს ოპერაციები დაიწყება და გაკეთდება, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჩვენი არსებული პროგრამის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს მიზერული თანხა იქნება, მაგრამ დაუდგეთ პაციენტის გვერდში და ვფიქრობ, რომ უკვე უნდა დავიწყოთ საკითხის დასმა იმის შესახებ, რომ დაიწყოს ამ ოპერაციების ნაწილობრივ მაინც დაფინანსება, რომ პაციენტისათვის ის რაღაცნაირად ხელმისაწვდომი იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაწყებულ საახალწლო აქციას აჭარის მთავარი სამმართველოდ შეუერთდა. ჭიკაიძის უწყების თანამშრომლებმა საჩუქრები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სოციალურად დაუცველ ოჯახებში მიიტანეს. დეტალები ნინო სულუხიას სიუჟეტში. შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საფატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეუერთდა. სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამშრომლებთან ერთად აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეჭირებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს ესტუმრნენ და წინა საახალწლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები, პირადი მოხმარების ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს. წინა საახალწლოდ ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, მიუსაფარ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფარს. ჩვენ მათ გადავეცით საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები, ტელევიზორები, საახალწლო ტკბილეული და სხვადასხვა ნობათი. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემი შვილების თვალებზე ამხელა სიყვარული მოიტანეს ჩემთვის ყველაზე კარგი ახალი წელია. ნაძვის ხე არ მქონდა და ეხლა ყველაფერი მაქვს. საფატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ერთწლიანი მუშაობაში აჯამა საქველმოქმედო ფონდმა დოროთია პარკელი. ფონდის წარმომადგენლებმა წარმატებით განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქველმოქმედო ფონდს 2015 წლიდან ოფისების სხვადასხვა რაიონებში ექნება, სადაც ნებისმიერ მსურველს საყოფაცხოვრებო ნივთების და საკვები პროდუქტების მიტანა შეეძლებათ. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია მეჯლისთან, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საქველმოქმედო ფონდის სამომავლო საქმიანობაში. გამოჩნდა ფონდი, საქველმოქმედო ფონდი დოროთია პარკელის სახით, რომელიც გვერდით გვიდგას. ჩვენ არაერთი აქცია მოვაწყვეთ უკვე, მართალია ეს ტელევიზიით არ გაშუქებულა ეს, მაგრამ უკვე იურიდიული საფუძველი მივეცით ამას დღევანდელი მემორანდუმის სახით. გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი ვიდრე 2013 წელი. ასე შეაფასეს 2014 წელი აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. წინა საახალწლოდ შეკრებილებმა ბიბლიოთეკის საქმიანობა მოკლედ მიმოიხილეს და დაახლოებით 115 ჩატარებული ღონისძიება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. კითხველთა რაოდენობის გაზრდა, ელექტრონული და ბეჭდური ლიტერატურით გამდიდრება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკის ყველაზე დიდ წარმატებას ამერიკული კუთხე წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში არსებულ 10 საუკეთესო ამერიკელ კუთხეებს შორის ერთ-ერთია.
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოქმედი და მომავალი ჟურნალისტები შეკრიბა. ჟურნალისტური ეთიკის შესახებ საკითხებს ჩვენი კორესპონდენტიც გაეცნო. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ 25 დეკემბერს ერთდღიანი ტრენინგი გამართა, რომელიც მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს პროფესიული თვალსაჩინოს გაფართოების შესაძლებლობა მისცა. ტრენინგის მთავარ მიზანს იდენტობის საბაზისო ინფორმაციის, LGBT სექსუალობის და გენდერული მრავალფეროვნების გაცნობას წარმოადგენდა. ორგანიზაცია იდენტობა განაგრძობს ტრენინგების სერიას, რომელიც ორიენტირებულია ჟურნალისტიკაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის LGBT მგრძნობიარე საკითხების კომპეტენტურად და კორექტულად გაშუქების ჩვევების და ინფორმაციის მიწოდების საკითხში. ეს არ არის პირველი ტრენინგი, ჩვენ პერმანენტულად ვატარებთ ამგვარი სახის ტრენინგებს და შემიძლია გითხრათ, რომ არ არის არც ბოლო და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული ამ საკითხებით, ვებადიჟებით ორგანიზაციაში სხვა შემდეგ ტრენინგებზე, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ტრენინგის განმავლობაში მოქმედი და მომავალი ჟურნალისტები გაეცნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს LGBT საკითხებთან მიმართებაში, მათი კორექტულად გაშუქების პრინციპებს, სიძულვილის ენის გამორიცხვის მეთოდებს და ინტერნალიზებული ჰომოფობიის იძულებით coming-outs, ბულინგისა და სტერეოტიპების ურთიერთმიმართების პრობლემას. პროექტი კანადის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მე როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს მაინტერესებს ყველა ის თემა, რომელიც მოწყვა ჯგუფს უკავშირდება და სადაც უფრო მეტია დისკრიმინაციის საკითხი. გაუმადგება მომავალში, რაც უფრო უშუალოდ შეუდგებით შესაძლებლობის საკითხებს. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნება 2015 წლის ზამთარში დაგეგმილ რიგით მესამე ეროვნულ LGBT სტუდენტურ კონფერენციაშიც მიიღონ მონაწილეობა. შექმნა ნაშრომები LGBT თემებზე და კვლევითი სტიპენდია მიიღონ. საახალწლო ღონისძიებების სერია გრძელდება 30 დეკემბერს ბათუმელებისთვის ნიაზ დიასამიძე მიმღერა. ახალი წლის ღამით გამართულ გრანდიოზულ კონცერტში კი მონაწილეობა ნინო ქათამაძემ და სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო. ბათუმელებისათვის და სტუმრებისათვის ქალაქის მერიამ და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ღონისძიებათა მრავალფეროვანი სერია მოაწყო. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბათუმელები ევროპის მოედანზე გამოვიდნენ, სადაც ნიაზ დიასამიძემ ბენდთან ერთად საათნახევრიანი პროგრამა წარმოადგინა და ბათუმელი მსმენელი აღფრთოვანებული დატოვა. ნიაზ დიასამიძემ ძველი, ბევრისათვის საყვარელი და ასევე ახალი არანაკლებ გამორჩეული სიმღერები შეასრულა და ბათუმელებს ახალი წელი სცენიდან მიულოცა. და ჩვენი საინფორმაციო გამოშვების ბოლოს ყოველკვირეული რუბრიკა ბათუმელი. ნინო სულუხი ამჯერად ბელა ქებურიას ესაუბრა. ჩემთვის ბათუმელობა გაცილებით იმაზე მეც ნიშნავს, ვიდრე საერთოდ შეიძლება ზოგჯერ ადამიანი დაფიქრდე და თქვა რომ მე ბათუმელი ვარ.
საერთოდ ქალაქელობა სხვანაირი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ბათუმელობა მე ვფიქრობ, რომ ორმაგად მეტი პასუხისმგებლობაა. ბათუმი ჩემთვის ჩემი ოჯახია, ჩემი თბილი ყუდრო, კერია და აქედან გამომდინარე მე მუდამ ვცდილობ, რომ ბათუმისათვის ვიყო ისეთი ადამიანი, როგორც კარგი შვილი შეიძლება იყოს კარგი ოჯახისათვის, კარგი გვარისათვის. როდესაც ჩემი ქალაქის ფარგლებს გავცილდები, აჭარის ფარგლებს გავცილდები, მე ვცდილობ, რომ უფრო მეტად მოწესრიგებული, უფრო მეტად რომ მიტყვენ სამაგალითო ვიყო, ვიდრე შეიძლება ჩემს ქალაქში თავისუფლად და ლაღად ვარ, იმიტომ რომ აქედან გასული მე უკვე ბათუმის სახე ვარ. ამასთან ერთად ბათუმელობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. მე მირჩევნია ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე კარგი და ყველაზე გამორჩეული, თუმცა არც სხვა ქალაქებს რას ვერჩი. მაგრამ ბათუმელობა კიდევ ერთ რამესაც ნიშნავს. საზღვრისპირა ქალაქში ცხოვრება ერთგვარ მეციხოვნეობასაც ნიშნავს და ანუ ჩემს ქალაქს რაც ეხება, ეს ყველაფერი პირადად მეც მეხება. აი ამიტომ მინდა რომ ჩემი ქალაქი, ჩემი ბათუმი ჩემს ოჯახს, ჩემს მყუდრო თბილ კერიას წარმოადგენდეს და უცხოდ არ მინდა ჩემს ქალაქში თავი ვიგრძნო. ბათუმში უპირველეს ყოვლისა რას შევცვლიდი? ამაზე ბევრჯერ მიფიქრე, ამიტომ პასუხისგაცემა არ გამიჭირდება. პირველი, ვიწრო ქუჩებს გავაფართოებდი. მეორე, ამ მრავალსართულიან უზარმაზარი კორპუსების იმას შეძლების დაგვარად შევწყვეტდი. თუ ვერ შევწყვეტდი, ისე მაინც ვეცდებოდი, რომ ეს კორპუსები რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ერთმანეთისგან, იმიტომ რომ უკვე წარმოუდგენელია ქალაქში სუნთქვა. შარშანდელთან შედარებით წლევანდელი ზაფხული გაცილებით რთული იმიტომ იყო, რომ ადრე როცა ფანჯრებს გავაღებდი ღამე ხოლმე, ზღვის გრილნიავს მაინც ვგრძნობდი. ახლა საერთოდ ერთი ოდნავი სიოწკი არ იგრძნობა და ჩემს ირგვლივ მის დროზე ამ უბანში სახლი იმიტომ ვიყიდე, რომ სხვისთვის მეყურებინა, სხვის ჰაერი მქონოდა სამწუხაროდ. ახლა როგორც ციხესიმაგრეში ისე ვგრძნობ თავს, რადგან ირგვლივ მთლიანად და ძალიან ახლო უზარმაზარი კორპუსები აშენდა და მე ვფიქრობ, რომ ბათუმი მის სახეს კარგავს, თუ კი ასე, რომ იტყვიან სოკოსავით და გაგრძელდება ამ სახლების მშენებლობა. გაიხედავ და უკვე გასავლელი გზაც კი აღარ არის და არა და მე არ ვიცი, უყურებენ სტანდარტებს, უყურებენ იმ ადგილს, ეს უცხოეთს რო შეხედო, ყველა მაღლებ შენობას აქვს მისი ინფრასტრუქტურა, მისი სივრცე და ბათუმში რაღაც ძალიან ვფიქრობ, რომ ძალიან გენერალური დაგეგმარების გარეშე ქალაქის განაშენიანება არაფრით არ შეიძლება. ვიწრო ქუჩები ძველ ბათუმს კი სადღაც ხილს, რაღაც სიმყუდროვეს, რაღაც ინტიმს ანიჭებს, მაგრამ როდესაც გავლა მოგინდება ადამიანურად, ვერც მანქანით ვერ გაივლი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საოცრად ძნელია ამ ვიწრო ქუჩებზე გადაადგილება და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გარკვეული ბათუმის გარკვეული უბანი ფეხით მოსიარულეთად თუ კი იქნება ის დაიხუროს მანქანებისათვის, ხოლო რაც შეეხება სადაც უკვე მანქანებმა უნდა იარონ და არტერია ფართო უნდა იყოს გზის, მე ვფიქრობ, რომ გზები უნდა გაფართოვდეს აუცილებლად. ბათუმელების დამოკიდებულებაზე თვითონ არის თუ რა შესაძლებელი ქალაქის მიმართ? ბათუმელების დამოკიდებულებაზე, მარტო ბათუმელების კი არა, მთლიანად ჩვენი ქართველების დამოკიდებულება ჩვენი მიწისადმი, ჩვენი კუთხისადმი, ჩვენი ქალაქისადმი, უბნისადმი, ქუჩისადმი შესაძლებელია. და თქვენ წარმოიდგინეთ სადარბაზოს მიმართაც კი. იმიტომ რომ რატომღაც ძალიან ბევრს გონია, რომ მისი პრობლემები იწყება მხოლოდ იქიდან, რომ კარის ზღურბს რომ გადააბიჭებს საკუთარი კარის ზღურბს, არა და პირიქით. ჩვენი ქალაქის სახე, ჩვენი სახე იწყება ჩვენი კარის ზღურბს რომ გადავაბიჭებ და უკვე გარეთ გავდივართ და მე ვფიქრობ, ყველა ბათუმელს მოუწოდებ და ვთხოვ, კი არა მოუწოდებ, ვთხოვ სულით და გულით, რომ მიმოიხედეთ, მოდით მეტი ყვავილები გავაშენოთ, მეტი სისუფთავე გავაკეთოთ, ნუ დავყრით ნაგავს და სამწუხაროდ კიდევ მე შემთხვევით არ მithქვამს, რომ არის მაღალსართულიანი სახლები მეთქი, ირგვლივ მეთქი. სამწუხაროდ ახლა არც ისე მაღალსართულიანი სახლებიდანაც კი ძალიან ხშირად ღამე რაღაც ხმაურს გაეგონებ, გადმოისვრიან ცელოფნით სავსე პარკს და არავინ არ ფიქრობს იმას, რომ ის პარკი ვინ უნდა წაიღოს და ვინ უნდა გადააგდოს. და რატო აკეთებენ ამას, მე ეს არ მესმის.
სირცხვილია უბრალოდ, რომ როგორც საკუთარ სახლში, როგორც საკუთარი თავისი გიანა გჭირდება, როგორც საკუთარი სახლის მოვლას გჭირდება, ისეა ჩემთვის ჩემი ეზო, ჩემი ქუჩა და ჩემი ქალაქი და ვფიქრობ, რომ ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ და ჩვენი ბათუმი ჩვენს ნებაზეა უფრო მარტო სანდასუფთავებას არ ეხება ეს. ნებისმიერ ჩვენგანს ეხება, ჩვენს შვილებს ეხება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ, რომ საღეჭი რეზინის ნარჩენი ქუჩაში არ უნდა გადააგდონ, იმიტომ რომ ხშირად მე ვხედავ, რომ აი მკვდარი მტრედია, მკვდარი ჩიტია და ვაიმე რატომ მკვდარად ერთი ისიც რომ მოხდეს საღეჭი რეზინის მყარია, როდესაც გადაყლაბავს, მაგრამ უკვე მუცელში მთლიანად მე მგონი ძალიან მე ყველას მოусმინე და უსმენდი დიდი ყურადღებით და აღმოჩნდა რომ დაღუპული ფრინველებისა და ცხოველების უმეტესი ნაწილი გადაგდებული ცელოფნის პარკებსა და გადაგდებული საღეჭი რეზინებისგან იღუპება. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ყველას 2015 წელს. რატომღაც მჯერა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით კარგი იქნება მომავალი წელი, ვიდრე ეს წლევანდელი ან გასული წელი იყო, ან წინა წლები იყო უბრალოდ. იმიტომ რომ რატომღაც მეც შინაგან გაურებას ვგრძნობდი, წელსაც რაღაცნაირად თითქოს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრია ირგვლივ პოლიტიკურ მოვლენებზეც, საზოგადოებრივ მოვლენებზეც და საერთოდ ყველაფერზე რატომღაც გაურებული ვიყავი და თავშეკავებული და ახლა რომ ვუკვირდები ნელ-ნელა, მე იმედი მაქვს ერთი რამის, რომ 2015 წელი გაცილებით კარგი იქნება ჩვენთვის, ბათუმელებისათვის, მთელი საქართველოსათვის და ერთადერთი რამის თხოვნა მაქვს ყველასთან. ტელევიზიებსთანაც, მედია სივრცესთანაც, ადამიანებთან, საზოგადოებასთან, ოჯახებთან, რომ აი მეტი სითბო და სიყვარული გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. თუ კი ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკეთესი იყოს 2015 წელი, უფრო მეტი სიყვარული უნდა გავიმეტოთ ერთმანეთისათვის და მთელს ჩემს საქართველოს, ჩემს ბათუმელებს, ჩემს საყვარელ თანაქალაქელებს, თქვენს ტელევიზიას, ყველას უსურებ, რომ 2015 წელიწადი ჯამრთელი, ჯანსაღი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი აზროვნების მხრივაც ყოფილიყოს და რამდენი მზის სხივიც, რამდენი თოვლის ფიფკიც დაეცემა ამ ჩვენს ლამაზი ქალაქის ქუჩებს. იმდენი სიხარული და ბედნიერება მოგცეთ უფალმა. და რაც თავარია, შვილების სიმრავლე და წიგნი, კითხვა და ღვთისმოშიშობა. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარია. ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს და ჩემს ოჯახსაც, რა თქმა უნდა. რაღაცა სანამ გაქვს, მაგრამ ჩემები კონკრეტმა ვიკაკეს. ეს იყო საინფორმაციო გამოშვება კვირის ამბები და მე მისი წამყვანი ია გოლიაძე. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის.